მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Talk to Regions, სოლიდარობამზე ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი ამბობს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება არა გრანტების მიღებას ზღუდავს, არამედ გამჭვირვალობისთვისაა. დემოკრატიულ კანონებზე და ჩვენი შეფასებით, მაუწყებლის შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რის მიხედვითაც ფაქტობრივად ნებისმიერი გრანტის შიდა თუ გარე გრანტის მიღება აგვეკრძალა მაუწყებლობს ტელეკომპანიებს. ეს არის დემოკრატიული მიღება აიგრძალა თუ უბრალოდ არის გამჭვირვალობაზე საუბარი? არა, აიგრძალა მიღება და საზოგადოება მიცოდეს, თქვენ ძალიან ხშირად საუბრობთ საზოგადოების სახელით, ხალხის სახელით, საქართველოს სახელითაც კი საუბრობთ ხოლმე და მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად იქნებით გამჭვირვალე, თქვენ თუნდაც იყოთ დაინტერესებული, რომ უფრო მეტად იყოთ გამჭვირვალეები თუ რა დაფინანსებას ღებულობთ, რაში იხარჯება ეს დაფინანსება, როგორ ხმარდება ეს დაფინანსება და ვის ხმარდება, მე მგონი თქვენსაც უკეთესი იქნება. რა წერია კანონში მაუწყებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში შევიდა 1 აპრილიდან, გთავაზობთ ამონარიც. აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების, ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება. გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის, საქონლის მომსახურების განთავსებისა. ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა. გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის, საქონლის მომსახურების განთავსებისა. ან და პროგრამის მომზადების, ან და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება, ან და თანადაფინანსება. გარდა ზემოთხსენებული ცვლილებებისა, ქართული ოცნების პარლამენტი გეგმავს გრანტების მიღების შესახებ კანონში ცვლილებებსაც, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ უცხოური დონორებისგან გრანტების მიღება მხოლოდ ქართული ოცნების მთავრობის თანხმობით იქნება შესაძლებელი. არსებული ინფორმაციით, ცვლილებები დაჩქარებული წესით ერთ კვირაში მიიღება და ქართული ოცნების არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერისთანავე შევა ძალაში. როგორ აისახა და აისახება მაუწყებლობის შესახებ და გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები მედია ორგანიზაციებზე და რა საფრთხის წინაშე აყენებს მაუწყებელს. გვესაუბრება ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და რეგიონალური მაუწყებელთა ალიანსის დამფუძნებელი ნათია კუპრაშვილი. მაუწყებლობის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, ოღონდ ეს ბოლო პერიოდში გაკეთდა არა ერთ პროექტად, არამედ ორ პროექტად, იმიტომ რომ ერთი არ იყოთ ზრახვებისთვის, რომელიც გააჩნდათ დიდი ხნის განმავლობაში. დიდი ხნის განმავლობაში ჩემთვის ეს არის დაახლოებით 2015 წლის შემდგომი დროიდან, იმიტომ რომ 2015 წლის შემდეგ ფაქტობრივად ქართულ ოცნებას არ ჩაუგდია არც ერთი წელი, რომ არ შეეცვალა მაუწყებლობის შესახებ კანონი და შეეცვალა იმგვარად, რომ აეკრძალა მისთვის რაიმეს გაყიდვა. ხა რომ წარმოიდგინოთ თქვენ ნებისმიერი ტიპის ბიზნესი, რომელსაც წელიწადში ორჯერ სამჯერ რაიმეს უკრძალავენ, აი ეს არის სწორედ სამაუწყებლო ბიზნესი დღეს საქართველოში. 2015 წელს ოცნებამ დაიწყო ჯერ თვითონ გასაყიდი ინვენტარის შემცირებით, მაგალითად შეამცირა სარეკლამო დროები. აი წარმოიდგინეთ რომ შენ მანამდე შეგეძლო რომ გაგეყიდა მოგეკრიფა 100 კილო ვაშლი და აქედან 100-ევე გაგეტანა გასაყიდად. აი ოცნებამ გადაწყვიტა რომ კი შეგეძლია მოკრიფო 100 კილო ვაშლი როგორც რეკლამა, მაგრამ გაყიდი მარტო 15 კილოგრამს აქედან. აი ესე გადაწყვიტა რომ ცოტა უნდა გაგეყიდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა რომ შენ დაამატე და ვაშლის გაყიდვასთან ერთად დაიწყე მაგალითად ტყემლის რეალიზაციად პომიდორიც მოიყვანე და ისიც გაყიდა. ამის შემდეგ მიდგა ამ ტყემლს და პომიდორს მაგალითად სპონსორობას, მაგალითად პროდუქციის განთავსებას. შემდეგ უკვე მიდგა სახეობებსაც. ამ პრინციპში აქ უფრო გამოგვადგებოდა ეს შედარება. მაგალითად აკრძალა მაგალითად ბოლოს რაც გახსენდებათ ყველაზე ესეთი კამპანიური აკრძალვა
უკავშირდებოდა ონლაინ კაზინოების რეკლამების აკრძალვას. ანუ სახეობები აკრძალა პერიოდულად და ერთ-ერთი იყო ონლაინ კაზინოების რეკლამის აკრძალვა. რატო გააკეთა ეს? მანამდე გააჯერებდა ზოგადად საზოგადოებას, რომ ამას აკეთებდა მისი ინტერესისთვის, რომ აი ლუდომანია, თამარზე დამოკიდებულება, რომელიც ამავდროულად ძალიან ცუდი რამ არის, მაგალითად ტოკ-ტივის არასდროს არ გაუყიდია ონლაინ კაზინოების რეკლამა, იმიტომ რომ პრინციპულად თვლიდა, რომ ადამიანებს ამის გამო პრობლემებს უქმნიდა. მაგრამ ამ პრობლემები არ მოაგვარა. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ მაუწყებლობაში არ შეძინებულიყო თანხა ონლაინ კაზინოებისგან და ამან ვერ უშველა პრობლემას, პირიქით გაღრმავებულს ხედავთ ახლა ჩვენ ამ პრობლემას. აი ესეთი სახეობები გააქრო რეკლამის. შემდეგ უკვე მიდგა და მაგალითად მიცა საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება, აი ის რაც წაართვა კერძო მაუწყებელს, კერძო ბიზნესს ამ შემთხვევაში, რომ შენ არ გაყიდო, დაუმატა საზოგადოებრივ მაუწყებელს და უთხრა, რომ შენ გაყიდე მეტი რეკლამა, შენ გაყიდე მეტი სპონსორობა, იმის მიუხედავად რომ ჩვენ ისედაც ვაფინანსებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და მას წესით არ უნდა სჭირდებოდეს სარეკლამო შემოსავლები. ამის შემდეგ რა გააკეთა? მე ხა აღარაფერს აღარ ვამბობ, რომ გამოიგონა ეს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიების გამჭვირვალობის კანონი ჩვენთან მოქმედებს 2013 წლიდან. ყველა მაუწყებელი იყო ვალდებული თავისი შემოსავლები გამოექვეყნებინა და ამას ყველა აკეთებდა ადმინისტრაციული ორგანო 3 თვეში ერთხელ აქვეყნებს იმ მონაცემებს, რომელსაც ყველა მაუწყებელი თვეში ერთხელ აწვდის. მათ შორის ვისგან ერიცხება, რომელი ქვეყნიდან ერიცხება თანხა და საქართველოსთან კიდევ კომპანიები ვინ ურიცხავს კონკრეტულად თავისი საიდენტიფიკაციო ნომრებით და თუ ფიზიკური პირი ურიცხავს ფიზიკური პირის მონაცემებითაც კი შეჰყავს. იმიტომ რომ ეს იყო სავალდებულო ყოველთვის მაუწყებლებისთვის. აი მე ახლა გვიმტკიცებს რომ ამან არ იმუშავაო, ანუ მაუწყებლობის კანონიო დიდათო არაფერს არ აძლევსო, ჩვენ ამას რუსულ კანონს ვეძახით დიდწილად, ამის მიხვდებით რომ ამ კანონზე მაქვს საუბარი. და ბოლოს გამოიგონა ეს ორი ახალი ინიციატივა 2025 წლის, რომელთაგანაც პირდაპირ თქვა რომ დავიღალე, თავი მტკივა და ამიტომ შენ გრანტებზე ვეღარ გაყიდე. მოკეთ, არა მხოლოდ გრანტებს, ზოგადად უცხოელზე გინდა იყოს ეს ემიგრანტი ფიზიკური პირი, მისგან ლარს ვეღარ აიღებ და პირდაპირ აკრძალა ესეთი ტიპის შემოდინებები მაუწყებლებში. გარდა დათქმა გააკეთა, რომ აი კომერციულ რეკლამას თუ ყიდულობს ახლა მაგალითად რა ვიცი, Coca-Cola-ს უნდა და საერთაშორისო ბრენდია და ვინმე გიხდის ფულს ან Procter & Gamble-ს უნდა რა რაღაც კბილის ჯაგრისი ან რა ვიცი სარეცხის საშუალების რეკლამა გააკეთოს, აქ კიდევ ამას ჯერჯერობით გვიტოვებს, მაგრამ ყველა ტიპის დაფინანსება უბრალოდ აკრძალა მაუწყებლებში და უთხრა რომ შენ არ გააკეთებ, შეგვიძლია ამას დავარქვათ, რომ ჩვენ აღარ ვაკეთებთ ექსპორტს. ჩვენ როგორც ბიზნეს მაუწყებლებს აგვიგრძელეს ექსპორტირება ჩვენი საქმიანობის. ჩვენი მომსახურებების გაყიდვა. ეხლა წარმოიდგინეთ რომ ვლაპარაკობდით მაუწყებლობაზე და იქ კი არ არის თქვათ გამონაკლისი გაკეთებული. თვითონ ხმობობენ რომ აი საზოგადოებრივი აზრზე გავლენისთვის შიშობენ ამას და იმიტომ აკეთებენ. არსებობენ მაუწყებლები, მაგალითად ჩვენი წევრები არიან ნიშური არხები. მაგალითად ერთი აგროარხი გვაქვს, რომელიც საერთოდ საინფორმაციო პროგრამას არ აკეთებს, არ არის მისი უფლებაც კი არ აქვს რომ გააკეთოს საინფორმაციო პროგრამა. მისი დანიშნულება არის სოფლის მეურნეობაზე მასალების კეთება. რა გავლენა უნდა გააკეთოს ახლა ესეთი, ანუ გავლენების გამო თითქოს და თქვენ რომ ტვინი არ გამოგარეცხოთ აუდიტორიას, ესე ფიქრობენ თავად. ანუ როგორ ფიქრობენ ისინი აუდიტორიაზე საინტერესო. ისინი ფიქრობენ რომ საზოგადოებას შეუძლია ტვინი გამოურეცხო. და გონია რომ ამას შენ გააკეთებ გარე ფულის და ამიტომო მეო გიკრძალაო ამ გარე ფულის მიღებას. ოღონდ არა აქვს მნიშვნელობა მას საინფორმაციო არხი აკეთებს თუ არა საინფორმაციო გასართო მუსიკალურ არხს შეუძლია ხა რომ აიღოს ეს უცხოური ფული და მე გიჩვენოს რომელიმე რა ვიცი კარგი მუსიკოს ელტონ ჯონის სიმღერები რომ მოусმინოთ აი მან ძალიან ცუდად იქნება მათი აზრით საქმე და ამიტომ კრძალავენ და რა ვიცი ელტონ ჯონის რომ არ იყოს რა ვიცი ვინმე ესეთი კონსერვატორის ფილმები რომ ნახოთ მაგალითად კონსერვატორი რეჟისორის ბევრი ყავს ასეთი და აი ესეთი ტიპის აზროვნებით შეგვიქმნა კანონები, რომლითაც აგვიკრძალა შემოსავლების მიღება, იმიტომ რომ და კიდევ რა დაამატა ამ ამბავს, კიდევ ერთი რეკლამა აკრძალა, სოციალური რეკლამა აკრძალა. სოციალური რეკლამის გაყიდვა აღარ შეუძლიათ ტელევიზიებს და რადიოებს. რომ მიხვდეს ჩვენი აუდიტორია კარგად, 3 ტიპის რეკლამა არსებობს მხოლოდ კანონით. ეს არის სოციალური რეკლამა, კომერციული რეკლამა და პოლიტიკური რეკლამა. პოლიტიკურ რეკლამაზე წინა წლებზე დაგვავალდებულა უფასოს განთავსება. იმდენი უფასო რეკლამის ვალდებულება აქვს მაუწყებლებს, რომ არავის არ სჭირდება პოლიტიკურ რეკლამას უბრალოდ ფიზიკურად შესყიდვა. რაში სჭირდებათ ახლა 3 საათში თუ შეგიძლია იმდენი რეკლამა განათავსო, რამდენსაც ის აძლევს პოლიტიკურ პარტიას როგორც უფლებას, პირველ რიგში
ქართულ ოცნებას. ის არასდროს არ იყიდის რეკლამას რომელიმე კერძო მაუწყებელში, იმიტომ რომ უფასო აქვს ისედაც. ეს გააკეთა. კომერციულზე უკვე გითხარით, რამდენი სახეობა აგვიგრძალა და სოციალური რეკლამა სულ აგვიგრძალა. არავიზე არ გაყიდოთ სოციალური რეკლამაა, მხოლოდ მე მაქვს უფლება, რომ უფასო განთავსება გავაკეთო სოციალური რეკლამის. აი ესეთი კანონები მიიღო. რომ მაგალითად ესე არის, რომ პურის მცხოველ შენ რომ დაავალდებოდი, რომ აცხვე პური, რომელსაც მხოლოდ ადგილობრივ მერიას აჭმევ. ზუსტად ეგეთი კანონი აქვს მიღებული სოციალურ რეკლამაზე, რომ ჩვენ უნდა გამოვაცხოთ პური, რომლითაც მხოლოდ ადგილობრივ მთავრობებს მომემსახურებით, დავუჭრით ესე ლამაზად, ნაჭრებად და მივართმევთ. ესეთი ტიპის კანონები აქვს შემუშავებული. მე ვფიქრობ, რომ ესე უფრო კარგად ავხსენით ახლა, რამდენად უსამართლოა. კომუნისტები არ კადრობენ. კომუნისტებს პრინციპში სათქონდათ კერძო ტელევიზიები, მაგრამ მანდაც მივალთ. ანუ იქამდე რომ მივიდეთ, რომ ტოტალიტარულ რეჟიმებში საერთოდ კერძო მაუწყებელი არ უნდა არსებობდეს თავისთავად. აი ესეთი რომ აღარ იყოს საჭირო ესეთი ტიპის კანონების მიღება. აი ესეთი კანონები აქვს მიღებული ბოლო პერიოდში ქართულ ოცნებას. UEFA-ს გადაწყვეტილებით საქართველოს ნაკრები UEFA-ს მიერ გამართულ ერთ მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია 40,000 ევროთი დაჯარიმდება. მიზეზი საქართველოს სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ. მოედანზე მომხდარი ინციდენტია. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. 23 მარტს ელთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის დასრულების შემდეგ დინამო არენას სტადიონზე გულშემატკივრების ნაწილი შეიჭრა, ხოლო ტრიბუნაზე ქართველები სომეხ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ. ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები და იყო ფიზიკური ძალადობა. მომხდარიდან მეორე დღესვე UEFA-მ ჩვენს რედაქციას ექსკლუზიურად მიაწოდა ინფორმაცია, რომ მატჩების მასალებს სწავლობდა. ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი 2026-2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება. უწყვეტი პროევროპული აქციის 86-ე დღე ახალციხეში. მოქალაქეები ამინდის მიუხედავად ტრადიციულ დროს ტრადიციულ ადგილზე შეიკრიბნენ. უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისა და სინდისის ყველა პატიმრის განთავისუფლებას და ახალი არჩევნების მოთხოვნით. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს და Facebook გვერდს. მადლობა რომ გვიყურებთ.